მჯდომარე სოციალურ ქსელში პოსტს და ვიდეოს აქვეყნებს. შალვა პაპუაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მიერ რუსული ჩარევის საუკუნის კონსპირაციის მხილებაზე წერს. პირველი კანონმდებელი ამბობს, რომ ამერიკის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის განცხადებამ დაადასტურა, რომ რუსული იარლიყის მიკერება ერთ ცენტრში ჩამოყალიბებული ტაქტიკაა, რომელსაც სხვა ქვეყნებში მოსყიდული პოლიტიკოსებით და NGO-ებით ნერგავენ. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მიერ რუსული ჩარევის საუკუნის კონსპირაციის მხილებამ დაადასტურა, რომ რუსულის იარლიყის მიკერება ერთ ცენტრში ჩამოყალიბებული ტაქტიკაა, რომელსაც სხვა ქვეყნებში მოსყიდული პოლიტიკოსებით და NGO-ებით ნერგავენ. ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა მოსყიდული NGO-ების და პოლიტიკოსების ამოცნობის უნივერსალური ტესტიც მოგვცა. კოდური სიტყვები, რომლებიც Deep State-ის აგენტების შესავალი კურსით დატრენინგებულებს ამხელს. რუსეთუმე პრორუსული რუსული ჩარევა. თუმცა სად იყო ეროვნული დაზვერვა, როდესაც წლების წინ ეს კონსპირაცია ზაზა ნოზაძის ლიბერალმა ზაზებმა ამხილეს. და რა შეფასებები კეთდება საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკურ სპექტრში, ნინო არღულიანი გვერდება პირდაპირ ეთერში. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების შემდეგ, როგორც ჩანს, ოპოზიცია მომზადება ვერ მოასწრო, რადგან მაგალითად ნაციონალურ მოძრაობაში და ლელოში რიგითებმა ლევან სანიკიძემ და გრიგოლ გეგელიამ ხელისუფლება რუსულთან თანამშრომლობაში ისე დაადანაშაულეს, რომ მტკიცებულებები და არგუმენტები არც ამ შემთხვევაში წარუდგენიათ, მიუხედავად იმისა, რომ ამ მძიმე ბრალდებებს უკვე წლები ააჟღერებენ, დღეს ნაციონალურ მოძრაობაში თქვეს, რომ კონკრეტულ დოკუმენტებს დასტურებელ დოკუმენტებს უახლოეს პერიოდში წარადგენენ. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ რუსეთთან თანამშრომლობას და რუსული პოლიტიკის კეთებას, ქართულ ოცნებას ის პარტია, ანუ ნაციონალური მოძრაობა აბრალებს, რომელმაც თავად 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები სამართავად სწორედ ოკუპანტ რუსეთს გადასცა. ეს არის ამოუწურავი ფაქტების სია და არავითარი კავშირი შალვა პაპუაშვილს არ აქვს ტულსი გაბარდთან. სულ მალე შესაბამისი პროექტი გვექნება ყოველწლიურად რუსული ნაბიჯების დასტა ქართული ოცნების. ჩამონათვალი იქნება. კანონმდებლობა, რომელიც მათ მიიღეს, მართვის სტილი, რომელსაც მართავენ და ყველაფერი სხვა, რასაც ისინი აკეთებენ, როგორც აკეთებენ, რასაც ამბობენ, აი ეს ყველაფერი არის რუსული. ოპოზიციური პარტიები განსხვავებულ აზრს, რომ სიტყვა რუსულით ებრძვიან, ეს არც მოულოდნელი და არც ახალი არ არის მმართველი პარტიისთვის. ქართული ოცნება ამბობს, რომ ამერიკის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებამ ყველა კარტი ბოლომდე გახსნა, რადგან ხელისუფლებები, რომლებიც ებრძვიან Deep State, სწორედ ასე უპირისპირდებიან ოპოზიციის წარმომადგენლები, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარედანაც. მმართველი პარტია ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ქვეყნის სუვერენიტეტს უპირისპირდება ქართული ოპოზიცია და სწორედ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შერყევას ოპოზიციის Deep State ქართული ოპოზიციის ხელით ცდილობს. ქართულმა ოცნებამ დღეს ოპონენტებს მძიმე ბრალდებების საპასუხოდ კიდევ ერთხელ შეახსენა, თუ რა პოლიტიკა ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას თავად რუსეთთან მიმართებაში. უკვე დიდი ხანია ვამბობთ, რომ რუსული თემა შემოტანილია სასპეკულაციოდ. 2012 წლიდან არც ერთი ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგავს ისეთი, რომელიც რუსეთის უპირატესობას ამტკიცებს სამხრეთ კავკასიაში, მაშინ როცა პირიქით 2012 წლამდე ყველაფერი გაკეთდა რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით. სოფლიოში პროცესები, რომელიც მიმდინარეობს, არ ითვალისწინებს სპეკულაციის ამ დონეს, რომელიც უკვე მოძველებულია. ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი გააჩნია, თავისი ინტერესი გააჩნია ამერიკასაც, ჩინეთსაც, რუსეთსაც, ევროკავშირსაც. აი ამ პროცესებში საქართველოს შერყევა, აი ამ თემით, რასაც ქვია რუსული თემა, არის გარკვეული სცენარის ნაწილი. ამ სცენარს ადგენენ არა საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. მის იარლიყების მიწევება გარედან მიღებული დავალებიდან გამომდინარეობს. ამ ბრძოლის სამიზნე არა მხოლოდ საქართველოს ქართული ოცნების წევრები და საქართველოს საზოგადოება არის, იგივე ხდება სხვადასხვა ქვეყანაში. იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც Deep State-ის დავალებებს არ ასრულებენ, აპრიორი იარლიყს აწევებენ და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მართულად ხდება და დადასტურებულ ფაქტად შეგვიძლია მივიჩნიოთ, როდესაც
ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმართებოდა Deep State-ის მიმართ ამ ყველაფერს ასრულებდა თურმე ყოფილი პრეზიდენტი. ვიფიქროთ და წარმოდგენა გქონდეს თუ რა ძალაუფლება აქვს ამ ძალას ადამიანები, რომლებიც არ აწყობს Deep State-ს, ისინი აუცილებლად ხდებიან პრო-რუსულის იარლიყის ქვეშ. განსხვავებული აზრის სტიგმატიზება მოხდეს, სწორედ ამას ემსახურება ეს რაღაც მარტივი შაბლონი, მოგონილი რუსი, პრორუსული, რუსეთუმე და ასე შემდეგ და ამ ხილებას, რასაც ჩვენ წლებია ვახდენთ მათ მიმართ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ამ ყველაფერს დღითი დღე ფარდა ეხდება და ყველამ კარგად ვნახეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუ როგორ ძალიან მარტივად, ძალიან გასაგებ ენაზე აუხსნებს მსოფლიო საზოგადოებას, თუ როგორ მოქმედებს Deep State. ბოლო წლებმა მმართველი პარტიისთვის მკაფიო დაჩვენა, რომ ოპოზიცია, რომელიც სიტყვა რუსულს ყველაზე ხშირად გამოიყენებს, ის დამატებით ქულებს გარე დავალებების მიმცემებისგან, ანუ პატრონებთან იწერს. მადლობა ნინო, ქრონიკის პირდაპირ ეთერში ნინო არღულიანი საუბრობდა.